კეტი რეილიმ იმპაქტი საკუთარ სახლში 2 წლის წინ გადაიტანა. მისი მეუღლე სკოტი ამბობს, რომ გულმკერდის ხელოვნური სუნთქვის მასაჟით მან კეტი გადაარჩინა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ის თავს კარგად არ გრძნობდა და იხრჩობოდა. ბატონი ბენტლი ბობრი არიზონას შტატის ჯანდაცვის ოფიცერია. გასული 5 წლის მანძილზე მან საავადმყოფოს გარეთ 5000-მდე კარდიოლოგიური შემთხვევა შეისწავლა. ამ დროის მანძილზე არიზონაში კამპანიას აწარმოებდნენ ხელოვნური სუნთქვის, არა სასუნთქი, არამედ გულმკერდის მასაჟის გზით დასამკვიდრებლად. მიზანი სიცოცხლის გადარჩენა იყო. არსებობს საფრთხე იმისა, რომ ეს იმას დაემართება, ვინც შენ გიყვარს, ვისაც იცნობ და თავს უსუსურად არ იგრძნობ. ასეთი სახის მომზადება მთელ არიზონას შტატში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს. მომზადების დახმარებით იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ხელოვნური სუნთქვის გაკეთებას შეძლებს, 28-დან 40%-მდე გაიზარდა. სწავლების დროს ხალხს ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ უნდოდათ მათ სასუნთქი გზით ხელოვნური სუნთქვის ადმინისტრირების სწავლა. მიზეზი ის იყო, რომ მათ უცნობი ადამიანების პირის შეხება არ სურდათ. ახლა მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია. თუ კი მანამდე ხელოვნური სუნთქვის ჩატარება 20% შეეძლო, ახლა როდესაც გულმკერდის მასაჟით ხელოვნურ სუნთქვაზე ვსაუბრობთ, 76% გვყავს მხედველობაში. კამპანიის დროს არიზონას შტატში საავადმყოფოებში გადარჩენილებს აკვირდებოდნენ. თითქმის 80% ადამიანებისა, ვინც გულის იმპაქტის შემდეგ გადარჩა, საავადმყოფოდან სახლში გამოჯამრთელებული მიდიოდა. შტატში ამბობენ, რომ გადარჩენილების რაოდენობაც გაიზარდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელოვნური სუნთქვის გარეშე გულის დარტყმის შემდეგ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა 10%-ით იკლებს. 2 წლის წინ ამერიკის გულის ასოციაციამ გულმკერდის მასაჟით ხელოვნური სუნთქვის მხარდამჭერი კამპანია მთელი ქვეყნის გარშემო დაიწყო. ამ დროისთვის 3-დან 1 ადამიანი გულის დარტყმის შემთხვევაში საავადმყოფოს გარეთ სასწრაფო კარდიოლოგიურ დახმარებას იღებს. გულმკერდის მასაჟით ხელოვნურმა სუნთქვამ შეიძლება გადარჩენის შანსი მნიშვნელოვნად გაზარდოს. არიზონას შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის კვლევა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.